შეიძლება ეხლა რა ნაკრები წვავს და შეიძლება რა ეგრეც არის ამაზე ძლიერი არ ვწყოლი არასდროს რაღაც კუთხით რა აღონ გუნდურობით რა თქმა უნდა თორე ხა როგორ არა როაზე იყო ის კი 90-იანებში საოცარი მაგრამ რეალურად როგორ რაღაც არის მანამდეც რა აი ამ ბიჭებამდე პერიოდის რა ცუდები მართლა არ არის ძალიან კარგი თამაშობდა უბრალოდ როგორი მომენტი იყო რაღაცა კომპლექსივით იყო თითქოს აი საშუალო ტიპის გუნდებში და უფრო მაღალი ტოპ 5 ჩემპიონატის ენებში რაღაც აი რაღაც ქართველი ფეხბურთელი ნიშნავს რაღაცა დისციპლინის ნაკლებობას. რაღაც პერიოდი იყო ზუსტად ის, იმიტომ რომ თუნდაც აი ჭანტურიაზე ვისაუბრეთ რაღაც პერიოდი გაიქონდა მე აერია სამწუხაროდ იმისა რომ მართლა ნიჭიერი ფეხბურთელი იყო. ამის გარდა კიდე ბევრი იყო, პენია იყო თუნდაც რომელმაც ასე თუ ისე გერმანიაში ითამაშა და თავის რაღაცებსაც თავისი სიტყვა დატოვა, მაგრამ უფრო მეტი შეეძლო გაეკეთებინა რა. თუნდაც ხა ლორია მეკარე რომელიც ვიცოდით რომ თითქმის 99% ესპანეთში უნდა წასულიყო ეს არ იყო ჭორი რა ეს რეალობა იყო რა და მე არ ველოცებ რომ თქვა შოთა მოყარო ლონდონის ჩელსის ინტერესი იყო მაგრამ მაშინ არ იყო ეს არა ბრიტანეთში ცოტა რთული არის რთულია მაშინ მით უმეტეს სამუშაოების აღება ხო ეხლა კიდე ბევრი კაცლების მარტივი არის იმიტომ რომ ხა ჩაკვეტაძეს მაგალითი რო ავიღოთ რა მარტო რა თან ის ჩემპიონშიპში და ჩემპიონშიპში ცოტა რთული არის იმ კუთხით რომ მაგრამ მაინც აქცევენ რა პირველი დივიზიონი მეორე დივიზიონია მე ადონის გუნდი არის იმიტომ რომ იმ გუნდს თავის სცენი აქვს რა ბატონო ხო და მაგ კუთხით აი მართლა სასწაული მოხდა რა უბრალოდ აი როგორ შეგრძნება მაგ წაი ფილმში რო სცენარი არის რომ მოდი გავრისკოთ და ეხა ეს გავაკეთოთ და მე ვნახოთ რა იქნება და ამ რისკს მოყვა რეალურად ის რომ ერთი ადამიანი წავიდა და უცებ დაიწყეს შეხედვა ზოგადად ქართული ფეხბურთის იმ კუთხით რომ ეს ხო მარტო არ იქნება რა ვიღაცა ხო ეყოლება და გამოჩნდა იქ დავითაშვილი იქ ჩაკვეტაზე რომელიც მანამდეც ძალიან მაგარი იყო სამწუხაროდ უბრალოდ აი ეგეც სუდ გუნდში რატომ მოხდა მაგასაც ვახსოვ იმიტომ რომ ეგ არისო ერთი წლის დაგროვებული თუნდაც ის რომ ან კლიანტის სტრესი ტრავმა რაც აიკიდა რა ის იყო რამოდენიმე წლის მუშაობა იმ გუნდში რა